მედია ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლიანი მედიამ მკაცრ პროფესიულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ისეთი ხდებოდა კადრებში, რომ მგონი ტელევიზორი დღიდანაც კი გამოჟონა სუნმა. საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, რომ მედიის გაკონტროლების მცდელობა ქვეყანას ავტორიტარიზმის გზაზე აყენებს. ეს არის გასაწყისი იმ კამპანიის, რომელიც შეეხება როგორც სიტყვის თავისუფლებას, ასევე შეეხება ყველა იმ მწვავე საკითხს, რომელიც დღესდღეაც ჩვენ ქვეყანაში. მედია ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის და მაქსიმალური პლურალიზმისკენ მაგდა ანიკაშვილი. საჯარო სივრცეში მხოლოდ სანდო ინფორმაციის გავრცელებისკენ ვაკა გორგილაძე. ცეცხლის ხაზზედგან არჩილ გამზარდია, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მედიის კონტროლის სამწუხარო გამოცდილებაა. გიორგი პოპხაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ მედიამ საზოგადოებას მხოლოდ სანდო და გადამოწმებული ფაქტები უნდა მიაწოდოს. იცავს თუ არა პროფესიულ სტანდარტებს ქართული მედია. დაპირისპირება ცეცხლის ხაზზე. მშვიდობისა ეთერშია ცეცხლის ხაზი, გადაცემა, რომელშიც საწინააღმდეგო პოზიციებზე დგანან არა მარტო სტუმრები, არამედ წამყვანებიც. მე ვარ მაგდა ანიკაშვილი, ლიბერალი. მე ვარ ვაკა გორგილაძე, კონსერვატორი. რა არის სტანდარტი მედიაში, პრესაში, ტელევიზიაში, სოციალურ ქსელში? თავისუფალი აზრის ტრანსლირება თუ მედია მესაკუთრისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება. და თუ ის მესაკუთრი წარმოადგენს კონკრეტული პარტიის ინტერესებს, თუ კი ის შეგნებულად არსებობს სიცრუეს და ახდენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას, მაშინ სადაა ზღვარი ინფორმაციასა და პროპაგანდას შორის. უზღუდავს თუ არა ცრუ ინფორმაციის მიწოდება მოქალაქის თავისუფალ არჩევანს. რა არის მედია? შეთანხმებული სტანდარტები, ნორმები, თუ სტიქიური სიახლეების ბაზარი, რომელიც თავად არეგულირებს სიმართლეს და სიყალბეს. ან იქნებ სიახლეების სტიქიური ბაზრის ამოცანა სულაც არ არის მოსახლეობის ჭეშმარიტი ამბების მიწოდება. იქნებ ეს მხოლოდ პოლიტიკური ამაოების, კარგად შენიღბული პოლიტიკური სუბიექტის მთავარი მიზანია. ციცვის, ყალბი ფაქტების გავრცელების უზრუნველყოფა. მთავარი ამბები ხომ ეცდება იქ. მედიის დარეგულირება დიდი ცნებაა პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ უყვარს კრიტიკის მოსმენა. ეს მისი ბუნებაა. ცნება ოპოზიციისთვისაც, რომელსაც პირიქით მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკა ეცახება ჭეშმარიტებად და არა მთავრობის გაკეთებულ საქმეებზე ლაპარაკი. არც რიგითი მაყურებელია წინააღმდეგი მედია ჩარჩოებში მოაქციოს. ზოგს გასართობი შოუები არ მოსწონს, ზოგს სერიალები, ყველას ერთად თანამედროვე მედიის მოყვითალო მორალი თუ ამორალობა. რატომ არ შეიძლება მედიის კონტროლი? ამ კითხვას ბევრი პასუხი აქვს დაწყებული კონსტიტუციის 24 მუხლით, რომელიც ადამიანის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას იცავს დასრულებული ავტორიტარული ქვეყნების გამოცდილებით. თუმცა მთავარი პასუხი ამ კითხვაზე ჩემთვის ასე ჟღერს. მედიას რეგულირება საერთოდ არ სჭირდება. ის თვითრეგულირებადი სფეროა, გასათვალისწინებელია ერთი. პროფესიული სტანდარტები მხოლოდ სრულიად თავისუფალ მედია გარემოში იწყებენ მოქმედებას. დღეს ცეცხლის ხაზის საპირისპირო პოზიციებზე დგანან გიორგი პოპხაძე, ჟურნალისტი და არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსი საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, მადლობა მოგზაურობისთვის. მე აგიხსნით ცეცხლის ხაზის წესებს. ორივე დაპირისპირებულ მხარეს მიეცემა საშუალება, რომ გამოთქვას თავისი აზრი, თქვენ შეგიძლიათ იდებატოთ, შეაწყვეტინოთ ერთმანეთს და დაუსვეთ შეკითხვები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს დებატი გასწდება დისკუსიისთვის დასაშვებ გარკვეულ საზღვრებს, ჩვენ გამოვიყენებთ ზარს, რაც ნიშნავს, რომ კამათი უნდა შეწყდეს. იმედი არ გამოვიყენებთ. ბატონო არჩილ, გულისხმობს თუ არა სიტყვის თავისუფლება სიცრუის დისტრიბუციას, მაგალითად? სიტყვის თავისუფლება შევადაროთ სიცრუე საკმაოდ რთული პროცესია. იმიტომ თავად სიცრუის შეფასება არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, თუ ვიტყვის საინფორმაციო გამოშვება იმ მოვლენაზე, რომელიც არ მომხდარა, ამას ბუნებრივია სიტყვის თავისუფლება არ გულისხმობს. მაგრამ თუ კი ვთქვათ, რესპუბლიკელია ჟურნალისტი, რომელიც მოვლენებს ხედავს ისე, როგორც რესპუბლიკური იდეოლოგიის სუბიექტი, ამიტომაც რაღაცა საფასებს დადებითად რაღაცას უარყოფს. იდეოლოგიური ინტერპრეტაციებს არ გულისხმობს. არა, ამას ინტერპრეტაცია არაფერში არა. ის ხედავს მოვლენას ისე, როგორც მისი ფასეულობები უკარნახება. ეს არის იდეოლოგიური ინტერპრეტაცია. ამიტომ ამ შემთხვევაში დემოკრატის გადასახედიდან შეიძლება ის ცრუობდეს, მაგრამ რესპუბლიკელის გადასახედიდან ის არ ცრუობდეს. ამიტომ თავად სიცრუეს ფორმულირებას როგორ მოვახდენთ, ფაქტამდე თუ ვიტყვით, რომ ვაკოს მაგალითად გუშინ გაიტანა მანქანით ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც აკრიტიკებდა მას, თქვათ,
ხომ? ეს იქნება ცრუ ამბავი. ამას არც ერთ შემთხვევაში ფაქტების გაყალბებაზე. როდესაც მედია მიზანმიმართულად აწვდის მოსახლეობას გაყალბებულ ფაქტებს, არ არსებობს. მოდით ვისაუბროთ, რა არის ფაქტის გაყალბება, რომ ჭიქა ნახევრად цаრიელია, ეს არის ფაქტის გაყალბება. საერთოდ არ არსებობს. მოვლენა არის ასეთი, ჭიქაში ასხია წყალი. ის გადმომა პრინციპში არ უშვებთ იმას, რომ მედია შეიძლება არ. ამას ვამბობ, მე ვამბობ ოღონდ შეკითხვას. რა არის რეალობა, რომ ჭიქაში ასხია წყალი, სიდიდის გარეშე, რომ ჭიქას აკლია წყალი, რომ ჭიქა არ ნახევრად სავსე თუ ნახევრად цаრიელი. არის თუ არა ყველა მათგანი ერთდროულად რეალური შეფასება და რეალური ამბავი, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც მედია აჩვენებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფლობს ცოდნას იმასთან დაკავშირებით, რომ მზადდებოდა მკვლელობა პატრიარქის. პირველი, როდესაც მედია ფაქტობრივად აცემებს ინფორმაციას, რომ ეს ცალსახად მზადდებოდა პატრიარქის მკვლელობა, ეს თავისთავად არის არასწორი ინტერპრეტაცია და არაცრუ ინფორმაცია. არა? ამიტომაც აქ ლაპარაკია იმაზე, რომ არასწორი ინტერპრეტაცია არის მედიის ნაკლებად სოლიდური ხარისხის მაჩვენებელი და ამ შემთხვევაში რა არის სიცრუე ამ შემთხვევაში? თუ კი ესეც არის ინტერპრეტაცია. ამ შემთხვევაში ვერც სიცრუეს ვერ ვიპოვნით და ვერც მართავს, იმიტომ რომ ამბავი არ არის დასრულებული, არ არის დასკვნადადებული და არ არის მასზე დამოკიდებულება შექმნილი. ამიტომ ის მზადდებოდა ან არ მზადდებოდა ამ შემთხვევაში ორივე სიცრუეა. იმიტომ რომ არც ერთი მათგანი დადგენილი. მადლობთ, საერთოდ გიორგი, რა სტანდარტები მოქმედებს ქართულ მედიაში, რომელიც ხადი არ არის ერთგვაროვანი, მაგრამ ვეცადოთ მაინც გავაერთიანოთ, ასე ვთქვა და ვიმსჯელოთ ზოგადად. არის რაიმე წესები, რომლებიც იცავს მედია? სამწუხაროდ არ არის წესები, არაფერი ქართულ მედიაში არ მოქმედებს წესები, ესენი პრაქტიკულად რაღაც ველური დასავლეთის პრინციპებზე არის დაფუძნებული, მე ამას დავარქვი, ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უთხრას პრინციპი, ხო? ჟურნალისტიკის ამოსავალი წერტილი ეს არის ფაქტის ინტერპრეტაცია, ხო? ფაქტის კონსტატაცია და არა ინტერპრეტაცია. ფრანგები ამბობენ pas jugement, pas interprétation. არც განკითხვა, არც ინტერპრეტაცია, ხო? ჩვენ ხვდებით აქ არა ფაქტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, არამედ ვიღაცის შინაგანი გრძნობების, მე ვფიქრობ, მე გრძნობ, მე ვაკეთებ. აი თუნდაც იგივე რაც ახლა ვაკამ დასვა შეკითხვა პატრიარქის მიმართ, ხო? ეს იყო დაფუძნებული ვიღაცის წერილზე, რომელიც ჩვენ ვერ დავადგინეთ. მაგალითად დასავლური მედია ამას არავითარ შემთხვევაში ამაზე არ აიგება, ხო? აი ხა ცნობილი ფაქტია, საფრანგეთში მიდის ემაზე, რა ქვია, ფრანსუა ფიონის წინააღმდეგ გაგორებული რაღაც ეს, რა ქვია, მეუღლის ამბავი. იმ ჟურნალისტებმა, რომლებმაც ეს ფაქტები დადეს, რომლებმაც გამოაქვეყნეს, 4 თვე იმუშავეს ამაზე, რომ ყველა დოკუმენტი სანამ არ მოიძიეს, სანამ ყველაფერი ის ფაქტების ფაქტობრივად არ აიკინძა მასალა, მანამდე ის არ გამოქვეყნდა, ხო? ჩვენ ვიღაცა მეუფის ნათქვამზე, ვიღაც ჟურნალისტის ნათქვამზე, ვიღაცის წერილზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ თლად წერილი არ ყოფილა, აი მასე აგებული ეს რა ქვია. რატომ არის ეს პრობლემა? გასაგებია, რომ შორს არის დაუშვათ განვითარების დონე ქართული მედიის და ფრანგული მედიის, მაგრამ პრობლემა რაში მდგომარეობს? საბოლოო ჯამში მაყურებელი ხო მაინც იგებს ინფორმაციას, ის რაც ბევრად უარესი იქნება, რომ დაიმალოს, ხო? იცი რა არის ახლა შენ როგორ მიაწვდი? სრულ ინფორმაცია არ უნდა მიაწოდო, ამაშია მთელი ეს. არ არის სიცრუე. საბოლოო ჯამში არის რაღაც ამბავი, საიდანაც მაყურებელი თავად გამოიტანს. არ არის სიცრუე. ჩვენ ვიცით, აი არჩილი ამბობდა ჭიქა цаრიელია თუ ჭიქა ესა რა ქვია. ფაქტი რა არის ამაში? ფაქტი არის ის, მხოლოდ და მხოლოდ ჭიქაში წყალია. და მიგე დანარჩენი ყველაფერი არის ლირიკა, ხო? აი ან აღარ არის, თუ კი მანამდე იყო, ესეც ფაქტია. ან გაჩნია ჩვენ კონტექსტი რა გვაქვს და წინაპირობა, თორე მე მთლიანი ჭიქა წყლით დავდე და უცბად გავიხედე და შიგ ნახევარი დამჭა. ამ შემთხვევაში ზუსტადაც ფაქტი ისა, რომ წყალი აღარ არის და არა ის რაც რა დარჩა, რომ თქვა რომ ის არის. ამიტომ კონტექსტი და წინაპირობას დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა არსებობდეს თუ არა ქართულ ჟურნალისტიკაში სტანდარტები. ჟურნალისტიკის სტანდარტები არსებობს. აბა სტანდარტები. ქართულზე არ არის აქ ლაპარაკი. ჩვენ ჟურნალისტიკაზე საუბრობთ. ეთიკური მახასიათებლები. პოლიტკორექტულობა ეთიკა გასაგებია. ბატონო, ზამთრით ეთიკური, როდესაც ატყუებ მოსახლეობას. როდესაც გამოყავს რესპონდენტი, რომელიც ავრცელებს ერთ-ერთ ორგანიზაციაზე ინფორმაციას, რომ ის არის კორუმპირებული, რომ იქ არის ესე იგი დანერგილი რაღაცა უზნეობა, რომ იქ მთლიანად არის რაღაცა შავ, რაღაცა სივრცეში იმართება ეკონომიკური თვალსაზრისით და ასე შემდეგ. და როდესაც
ჟურნალისტი არ არის დარწმუნებული თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ნარატივი, რომელსაც რესპონდენტი სთავაზობს. ეს არ არის სტანდარტის დარღვევა. ნამდვილობრივია თავად სტანდარტებში. მაგალითად ერთი кейსი და ორი кейსი ვთქვი. პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც კი გორში დაბომბვა თუ სრულად დაიწყო, არის გადაღებული ფოტო, როდესაც ის არის წაქცეული შეშინებული სახით. არის თუ არა, იყო თუ არა სწორი, რომ ეს ფოტო გავრცელდა და მეორე, იყო თუ არა ეთიკური, რომ საქართველოს პრეზიდენტი ის ეპიზოდი გავრცელეს, რომელიც არა მხოლოდ მის პიროვნულზე, არამედ მთლიანი სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის არჩევანზე, რომელმაც ორგზის აერჩია, ახლა როგორ არ დავანებოთ თავი. ეს ეთიკური იყო თუ არა? კუშნერისგან გაქცევა ამას გულისხმობს და მეორე кейსი. არა ქართულ მედიას გავრცელებია სხვათა შორის. არა, ხო, მაგას მით უმეტეს. ანუ მე ვამბობ, აქ ეს ორი შეკითხვა დგება. ჩემთვის ეს იყო მომხმარებლის კუთხითაც და მედიის კუთხითაც სრული უფლებების რეალიზაცია, იმიტომ რომ ეს მოხდა და გავრცელეს, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც მოქალაქისათვის, ან თქვენ შეიძლება ვიდაო იმაზე, ეს არ იყო ეთიკური და თუ კი ეთიკურ ჟურნალისტიკას ვაწარმოებთ, შეიძლება სახელმწიფოში რაღაც ეს ფაქტი იყო არჩი. ფაქტი იყო. ოღონდ გააჩნია დანარჩენი არის ლირიკა. თქვენ არ გესიამოვნათ, რომ თავშარდალი დარბოდა არა. მაგალითად, ამიტომ რომ ხშირად ფაქტი და ეთიკურობა მაგრამ ამოსავალი არის ფაქტი, ეს არის. იგივე მეორე მომენტი. მაგალითად, თუ კი სახელმწიფო დაადგენს, რომ ის პატრიარქზე სიცოცხლის ლიკვიდაციის მცდელობა იყო, ეს რას ნიშნავს და მეორე, სახელმწიფო და მედია თუ დამალავს იმას, რომ ეს თუ შეიძლება იცოდეს კიდეც, მაგრამ არ თქვას უამრავი მიზეზის გამო, სახელმწიფოების გამო, რაღაც ფასეულობის გაფრთხილების გამო, მთელი რიგი რაღაცების გამო, რომ მოიტყუოს თუნდაც ცოტა უხეშად, მაგრამ ფაქტობრივადაც ასეა და შეთანხმდეს უფრო ეთიკური იქნება თუ არა სახელმწიფოებრივად, მედიისთვის, მოქალაქისთვის, ეკლესიისთვის, საზოგადოებისთვის ის რომ რაღაცას ძალიან მძიმე შეფასება არ დაედოს, მაგრამ ამავდროულად ეს წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რომ შესაძლოა სიმართლე დაიმალოს. აი ეთიკური პრიორიტეტი არის სიმართლის გავრცელება. ამიტომ რომ ეთიკური კატეგორია იგივე რაც სტანდარტებშიც არის წარმოდგენილი, ხშირად ზუსტად არ მოდის იმაში რაც მის ფუნქციურ მნიშვნელობას აქვს. რა გვაქვს თუნდაც აი კონკრეტულ მაგალითზე რომ ფაქტი რა გვაქვს, მხოლოდ მეუფე პეტრეს ისა რა ქვია, შინაგანი გრძნობები? ჩვენ არა გვაქვს ისი მოსაზრება, რა მნიშვნელობა აქვს? მაგდა ის მისი მოსაზრება. აი ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას თავისი მოსაზრება. აქვს ამერიკულ მედიას იმდენი როცა მედიას ვიღაცა პროპაგანდა არა გენაცვალე. ან სააკაშვილის მომენტში კონკრეტული ფაქტები ჩვენ ვიცით რომ ვიღაცა პირადად აწამა. ფაქტის არ ქონა ანიშნავს სიმართლის არ ქონას. ვართან დაკავშირებით კიდე ძალიან კარგი და თვალსაჩინო გამოთქმა, ხო, ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. როდესაც მედია საშუალება იცრუებს, ეს ძალიან მალე მედია საშუალებაზე 99% საქართველოს რატო ეს პრობლემა? იტყვის და გაირკვევა, გამოვა მეორე მხარე და აი ამის რატო სად არის მაგდა ამ დროს ჟურნალისტი უნდა იყოს ის კატალიზატორი. ეხლა პატრიარქის იმას რა ქვია, შორენას მიკროფონით კი არ უნდა დადევდეს ესა მეუფე პეტრე რა თქვა იმაზე ინტერპრეტაცია გამიკეთება, ხო? და ეს გონია დიდი ჟურნალისტიკა, რომ მე მას რა ქვია, შორენა თეთრაულის გაეკიდა თეთრუაშვილს ბერლინში კლინიკაში. არც ერთი გერმანელი ჟურნალისტი ამას არ გააკეთებს. არც ერთი ჩვენ ვაკეთებთ აპარაცობა არის. რას მელაპარ ფაქტი მეუფე პეტრეს ემაზე ნალაპარაკებზე შორენა თეთრაული არც ერთ ვიცავ, არც მეორეს. ჟურნალისტმა უნდა გამოიძიოს რა მოხდა. ჟურნალისტი ელემენტარული დროს, როდესაც მოვლენები სახელმწიფო საერთაშორისო ემყარება და ძალიან ბევრი რამე არ ითქმის. რა არის, რას ნიშნავს ჟურნალისტისგან ბევრი ამბის დამალვა. თუმცა სახელმწიფო საერთაშორისო არ მაგალითად საომარ პროცესს ჩვენ რა დონეზე მივედით. თუ კი იცით რომ ქართველები შევიდნენ სადღაც მაგალითად ცოხუმი და იღებენ, ოღონდ ამის ახლა თქვა ნიშნავს, რომ შესაძლოა ყველაფერი უკუღმა დატრიალდეს. არის თუ არა ჟურნალისტი ვალდებული თქვას, თუ არის ვალდებული რომ ამაჟობს არა თქმას. ხო, ანუ სიმართლეც და ტყუილიც არის კონტექსტებით, შეიძლება სიმართლე უფრო დამანგრეველი იყოს და ჟურნალისტის მხრიდან არასწორი საქციელი სიმართლის თქმა, ვიდრე ზოგიერთ შემთხვევაში ტყუილის თქმა. ამიტომ ძალიან პირობითია იმას, რომ ასე მარტივად არ არის მოვლენები დალაგებული სამყაროში და ქვეყანაშიც, რომ ასე მარტივად თქვა, სიმართლე უნდა თქვა, ფაქტი უნდა შეფასო. არც ფაქტები არის ასე მარტივად და არც ფაქტები არის ასე დალაგებული, რომ კონტექსტის წინაპირობის რაღაცისთვის არის ეს ყველაფერი. ჩვენ რაღაცას ვქმნით, ჩვენ თუ შევთავაზებთ, რომ საზოგადოება, ჟურნალისტი, ექსპერტი, ანალიტიკოსი ყველანი რაღაცას ვქმნით, მაშინ სიმართლეც, ტყუილიც, ფაქტიც და ინტერპრეტაციაც ეხარება მიზანს. ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმი არ არსებობს საქართველოში. მარტივ მაგალითს მოგიტან. ეხლა
ატყდა გახსოვთ ყველას ორში გაიმართება ჩვენი ვიზა ლიბერალიზაციის ეს რა ქვია სხდომა თუ 16-ში ხო დაჭამეს ერთმანეთს 13 დღის განმავლობაში ქართულმა მედიებმა მიუძღვნეს ტოქ-შოუები ეს არც ერთ ქართული ჟურნალისტს არ მოვიდა ტვინში აზრად აიღოს ტელეფონი დარეკოს ევროპარლამენტის პრესცენტრში და კითხოს ორში იქნება თუ 16-ში ხო მარტივესია ვაკაი რა რომელ სტანდარტებზე მელაპარაკებით ხო ვიღაცამ ვიღაცას რაღაცაზე უთხრაზე ვარ ჩამოსული ქართული ჟურნალისტი გაწ ჩვენ ახლა ძალიან ვართულებთ საკითხს ან აქვს ფაქტს ადგილი, ან ის ფაქტი არ არსებობს. თუ ეს ფაქტი არ არის დადასტურებული, მაშინ მის გავრცელებას, ეს მისი გავრცელება მყავი ფაქტის ხო, ეს პრაქტიკულად უტოლდება სიცოცხლის დავეთანხმები ვაკას. პრობლემები ასე მარტივად არ დადის ფაქტებამდე და აქტებამდე კიდე. ერთ-ერთი кейსია, რომელიც ახლა მე ზუსტად დავსმა, кейს გამახსენდა, რომ ცნობილი იყო ასეთი რაღაც, რომ ვრცელდებოდა ხა წიგნებში მაქვს საკითხი პირადად არ მინახავს, როდესაც BBC ჟურნალისტები ჩადიოდნენ იქ სადაც თალიბები და დამაჟდა მეორე მხარეს იყვნენ. ეტყოდნენ, რაღაც ცოტა ხანი ერთი გაისროლე, რაღაც მიცემდნენ თურმე ცოტა ფულს, გაისროლიდნენ იქიდან ის უპასუხებდნენ და მიდიოდა ნიუსი იმის შესახებ, რომ სროლები განახლდა. სროლების განახლება. ეგ იყო სარაევოში, მე თვითონ მოვესწარე მაგას, მე მაშინ Associated Press-ში მუშაობდი, მოხსნეს ის ჯგუფი და საერთოდ მაგრამ არა, ყველას ეს ანუ ფაქტს ხომ ავცელებდა, ანუ ზოგიერთ შემთხვევაში იმიტომ ამბობ, რომ კიდე უფრო რთული რამ არის. ხო, აი ამიტომ რომ იმიტაცია ფაქტი. უის მოკლე ფეხებია. კიდევ, როდესაც იცი შენმა ფაქტად წარმოდგენილმა ნიუსმა რაზე გავნა შეიძლება მოახდინოს. მაგალითად, იყო წინა პერიოდში ძალიან მოდაში, ახლაც კი ახლა, მაგრამ აი რომელიღაცა ჩინოვნიკის წლიური შემოსავლის ჩვენება. ერთ-ერთ ჩინოვნიკზე იყო, რომელიც მე საკმაოდ ანტიპატიური ყავი, მაგრამ ესე ბოლო 3 წლის შემოსავალმა შეადგინა და რაღაცა 6 ციფრიანი რიცხვი იყო. და აი ხალხი ლანძღვა გინება, აი არანორმალური. დავდეთ ახლა მე იყო მიხოცა რომ ახლა კარგი ინფორმაცია ვინც არ მომწონს იმაზე მეც რაღაცა ნეგატიური ის მოვაყოლო რეპლიკა და გავაზიარო. გავყავი, გამოვაკელი 20%, იმიტომ რომ დარიცხული იყო. გავყავი 36 თვეში და მივიღე 3000 რაღაცა ლარი, რომელიც ჩინოვნიკისთვის სავსებით მისაღები ნორმალური და არაფერი. მაგრამ ნიუსმა ამბავმა იქ ხოტყოი არ ეწერა, იქ ეწერა ამდენი მიიღო, ეს ხო ფაქტი. მაგრამ ფაქტმა რა ასახვალ პოვა საზოგადოებაში ეს ნიშნავენ, ამიტომ თავად ფაქტის თქმა. ხშირად მარტო ფაქტებით ისე შეიძლება манипуლირება. კარგი მარტივი ამბავი, წინა დღეებში ერთ-ერთი აქცია, რომელიც მერიასთან ჩატარდა, ვიწრო, როგორ ეძახიან, ვიწრო პლანით რო იყო ძალებში, ბოდიში ჟარგონზე გადაღებული, სადაც კადრი გამოტენილი იყო. ერთ-ერთი ტელევიზიის მეშვეობა და მაგრამ რეალობა გულისხმობს იმისაც, რომ შენ შეაფასო რამდენად ესეთი იყო ძალმოსილი და რამდენად ჩართულობით სავსე. ეს არის ჩვეულებრივი მედია ინსტრუმენტები. მე ვცდილობ დაგიფიქროს, რომ ეს არ არის პრობლემა. ინტერპრეტაცია არ არის პრობლემა. საერთოდ ვამბობ, მე ვარ პირადად პროპაგანდისტიკის მკვლევარი, როგორც საქართველოში ერთადერთი ცუდიც და კარგიც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პირადად ჩემთვის ძალიან მიამიტურია მთელ მსოფლიოში ლაპარაკი იმაზე, რომ მედია აი ასეთი თვითკმარი ორგანიზაცია, რომ მედია ორგანიზაციები, რომელსაც ეძებენ სიმართლეს, ამბობენ, მე კარგად არის რაღაცა რეგულაციები, არის რაღაცები, რაც ხარისხში იგებს. კი, მე ერთადერთი რაშიც განსაკუთრებით იდეალურად დავახასიათებ ევროპას მედიის ხრივ არის ის, რომ ისინი ჩვენი ქართველი ჟურნალისტებივით, რომლებიც მაგალითად გაზეთ ჟურნალისტი დღეში 7 ინტერვიუს როწეს 40-ლარიანი ჰონორარის მისაღებად, ერთ მასალაზე ამუშავებენ და საკმაოდ დიდ ჰონორარს აძლევენ და იძულებული არ არის პრესის ჟურნალისტი ღამის 12 საათზე კიდე რესპონდენტთან იყოს, ან მე რამდენჯერ დაურეკავთ სამსახურში ყოფილა ნახევრად ტრაფიკინგის მსხვერპლები რო არიან ჩვენი ჟურნალისტები. აი ამაზეც რო გავამოხილოთ ხოლმე ყურადღება, რომელიც პირდაპირ შედეგზე ძალიან ხშირად დაისახება და სხვა მოტივი აქვს ხოლმე მიზეზს, რა შეიძლება გაეპარო ჟურნალისტს, რა შეიძლება ფაქტი ან ინტერპრეტაცია ზედმეტად დაუშვას, ან ზოგიერთ შემთხვევაში იმისაც, რომ სადღაცა თავისთავი იპონოს და იმუშაოს, როგორი უნდა იყოს იდეოლოგიზირებულად. თორე ჩემთვის პირადად როგორც პროპაგანდის სპეციალისტისთვის ძალიან მარტივი რამეა, რომ მედიას კი არა, კულტურას, სპორტს 21 საუკუნეში არც ერთ საშუალებას არ უშვებს არავინ ზოგადად პოლიტიკური მდგენელების გარეშე. გიორგი, თანხმდები თუ არა იმაზე, რომ მომხმარებელი განსაზღვრავს როგორია მედია და თუ დაუშვათ ჟურნალისტი არ რეკავს ევროპარლამენტის პრესსამსახურში, ეს პრინციპში მისი მაყურებლის დაკვეთა არ არის ასეთი, რომ დარეკოს, ხო? ის აკეთებს ჟურნალისტი იმას, რასაც ითხოვს მისგან მისი მომხმარებელი. რატო არა ვერ დაგეთანხმები მაგდა. იმიტომ რომ ჟურნალისტის ვალი და მოვალეობა ფაქტები მიაწოდოს
მიიტანოს სიმართლე ემაშე. ახლა ეს თეორიულად, მაგრამ მეორე რა სიტყვის მაყურებელი? პრაქტიკულადაც თუ ისედაც მაღალი რეიტინგი აქვს მის გადაცემას. მაგრამ მედია ხო არ არის მარტო ნიუსმეიკერი, ანალიტიკური ჟურნალისტიკა. მთლიანობაში მას უყურებს, თავისი აუდიტორია ყავს, უყურებენ და აკეთებს შეცდომაში შემყავს და გაბრუებ მანიპულირება ხდება ჩვეულებრივ ემაზე, რა ქვია, მაყურებელზე, ხო? იმიტომ რომ მე რეიტინგი ავიწიო და ეს ხელჩართული ომი და ეგ ჩამოუარო ევროპელმას, რა ქვია, ჩვენ დეპუტატებს და კომენტარები ჩამოვართვა, მაგის გულის ის კომენტარების აღების მომენტი ძალიან ცუდად არის იმაში საქართველოს. ყოველ ემაზე რა ქვია ვიღაცამ თქვა ერთ დაუშვათ ვინმე დეპუტატი დაუშვათ მაგალითად ვოლსკი მაგალითად გია ვოლსკი კაი გია ვოლსკის მივლენ ჟურნალისტები ჩაწერენ ბანკებზეც საპატრიარქოზეც ამაზეც გამოდის რომ არაფერი წყალი არის იმიტომ რომ კომენტარი მქონდეს მე ამისაც უყურებს მაყურებელი ნუ არ მოსწონდეს იმას პირველი რომ კონკრეტული кейსი ატიღა გვარმა გაიჟღერო უბრალოდ ის არის წარმომადგენლობითი და ამიტომ მას აქვს პოზიციის გახმოვანილი მაგრამ არ არის კომპეტენტური არჩი არა გასაგებ მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული რომ თავის წარმომადგენელს არ გაავრცელებინოს ინფორმაცია რომლის გონზეც არ არის თუ არ არის ამის გონზე იმიტომ რომ ჟურნალისტისთვის თავად ეხლა ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულად გია ვორსკიზე მაკონტროლებელი არის მომხმარებელი და პრეტენზია არ აქვს მომხმარებელს შესაძლებელი არის ორგანიზაციები თქვა ჩვენთან სამწუხაროდ არ არის განვითარებული ასოციაციები ნუ ქარტია ძალიან სიმბოლურად არსებობს და რაღაცები ანუ საქმეში რომ ეს შემფასებლური ორგანიზაციები მით უნდა არსებობდნენ და შიდა რეგულირება მე მაგდას არ შევაკორე რა მაგარი გოგო ხარ როდესაც მან რაღაცა ყოველად მიუღებელი ფონდ უბრალოდ სენსაციური მასალა გააკეთა ანუ კვალიფიციური გარემოში რა მაგარი ხარ მაგდა რომ მოგვატყუე ხო ანუ ამ შემთხვევაში რაც შეეხება რეგულირებას ცხადია ამ შემთხვევაში მხოლოდ მომხმარებელი ნახდეს მაგრამ მომხმარებელს რა ტიპის საინფორმაციო ვაკუუმი ამ ხრივ და ეფექტივი რატომ აქვს ვაკუუმი ხარის რამდენი მედია საშუალებაა ჩართავს ერთ ჩართავს აი ლიბერალებს შეხედავთ ჩვენ საწინააღმდეგო მოსახლეობებს ამაში არის ჩვენ ყველაფერი შედარებითია მე თეორიულად მომხრევარ რომ მაყურებელმა დაარეგულიროს ეს პროცესი მხოლოდ მაგრამ რადგან საქართველოს რას ამბობთ ჩვენ მოვატყუებთ ჟურნალისტები ესე იგი მოვატყუებთ მაყურებელს და მაყურებელმა არ ყვიოს ჩვენ თან არსებობს ისე როგორც ყველგან არსებობს ასოციაციები დარგობრივი პროფესიული გაერთიანებები ჯილდოებს უნდა გადასცემდნენ არა ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი ყველაზე კვალიფიცირებული არა ეს ნორმატივებია ეს ფელსოფლიაში ნორმატივებია მინიმალური ისინია ორგანოები ამიტომ მათი შეფასებები როდესაც ნახავთ რომ სიტყვაზე გიორგი ფოფხაძემ რაღაც ძალიან არა ჟურნალისტური არა პროფესიული გაკეთა მაგრამ დღეს პრინციპში ყველა ვლაპარაკობთ გიორგიზე ამ შემთხვევაში მას კოლეგები არ იტყვიან შეფასებას არ მისცემენ მაღალს ამ შემთხვევაში ის არ მიღებს ჯილდოს ამ შემთხვევაში იტყვიან ვაკოზე კარგს და ასე შემდეგ აი ეს უკვე ჩემზე როგორც მომხმარებელზე იმოქმედებს იმიტომ რომ მომხმარებელს ინტელექტუალურმა ნაწილმა გამოცდილმა საზოგადოებამ უფრო მეტი ნაშთაზოს ამიტომ ჩვენ დავიდეთ კადრების კრიზისში მედიის შეფასების ფაქტ-ჩეკინის პრობლემას და საქართველოს რატომღაც გონიათ ყველას რომ მედია უნდა იყოს კრიტიკული არა მედია კრიტიკული და ეს რა ქვია ესეთი აი ნეგატიური კრიტიკული უნდა იყოს გამსჯელობით არა მედია სანდო უნდა იყოს ჩვენ საერთაშორისო სტანდარტი მედიის არის მისი სანდოობა ფრანგი რო გამოდის დილით რატო ყიდულობს ვიგაროს და მონდს იმიტომ რომ მას დიდი სანდოობა აქვს და ის ადა რატო ყიდულობს რომ ერთი სოციალისტების ახლა პარტიული პრესა ყველაზე მეტად ამერიკაში და საფრანგეთშია ხო გავრცელებული რატო ყიდულობს ერთდროულად და ვაშინგტონ პოსტ და ნიუ-იორკ ტაიმს იმიტომ რომ იქ ადარებს როგორი შეფასებებია მაგრამ იქ ფაქტების დარღვევა არ არის არჩილ გამიგე სანდოობა რომელი მედია ეს სანდო აი ვისაც დროს იყო მაესტრო ინტეის ტელეკომპანია რომ სადაც ჩვენ ვზივართ ხო იყო სანდოობით ყველაზე მეტად სანდოები იმიტომ ისინი არასოდეს არ ცრუობდნენ იყო კრიტიკა მაგრამ არ იყო სიცრუე ხო გამიგე ამაშია საქმე შენ რომ ვიღაცამ რაღაცა უთხრაზე და ეხლა შორენა თეთრაუზა ვიღაცა მამაოს იქ იმაში ბერლინში გამოეკიდებოდა ეს გონია ჟურნალისტიკა ეს არ არის ჟურნალისტიკა კრიტიკული კრიტიკა შეიძლება არ იყოს ეს რა ქვია აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ გიორგის და რატომ ეს არის ლოგიკური როდესაც შენ ამბობ რომ მედია უნდა იყოს კრიტიკული შენ ახდენ დეტერმინაციას შენ ამბობ რომ ის უკვე არ უნდა ობიექტური კრიტიკულობა არ გულისხმობს ობიექტურობას მაგდა რეკლამის შემდეგ გავაგზავნე